რომელი სფერო განიცდის პროფესიული კადრების ნაკლებობას, ქართველი მეცნიერების შესაბამის კვლევას იწყებენ. მეცნიერებათა აკადემია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას უერთდება, რომელიც ქვეყანაში პროფესიული დარგების განვითარებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მეცნიერები ბაზრის გამოკვლევას ჩაატარებენ და გაარკვევენ, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები. ასევე რა პროფესიის ახალგაზრდებს აქვთ დასაქმების ყველაზე დიდი შანსი. დასკვნის შემდეგ აკადემიაში პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება, რაც საჭირო ლიტერატურის შექმნას და სასწავლებლებისთვის შესაბამისი პროგრამების დამუშავებას ითვალისწინებს. Უახტირო ბაზრის კვლევა, შრომითი ბაზრის კვლევა და დავადგინოთ ის სპეციალობები, რომლებიც ჩვენ ეკონომიკას სჭირდება. ასეთი უაღრესად აქტუალურია დღეს სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის სპეციალობები. პროფესიულ განათლებას დღეს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმისთვის, რომ ჩვენ მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მათი საკუთარი თავის რეალიზების, დასაქმების და მხოლოდ უმაღლესი განათლება და უმაღლესი განათლების დიპლომი დღეს სამწუხაროდ ვერ ქმნის შესაძლებლობას ადამიანის დასაქმების.